გრძელი გადაცემა წინ. ბრძოლა ბურთისთვის ხარებაშვილი კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში დარტყმა და კუტალაძემ აიღო ეს ბურთი ხომ არ იჩქარა ოდნავ გიორგი ხარებაშვილმა ამ ეპიზოდში რა კარგად ითამაშა და მისი სიჩქარის მქონე ფეხბურთელს ალბათ კიდევ შეეძლო რომ ოდნავ უფრო წინ მისულიყო. ნახეთ აი აქ პაპუაშვილი მიიღო ბურთი პასი ოქრიაშვილზე, ოქრიაშვილი ნახოთ რას მოიფიქრებს. ოქრიაშვილის გადაცემა პაპუაშვილი დარტყმა კარის მიმართულებით და კუტალაძემ ეს ბურთი აიღო. მეორე ზუსტი დარტყმა გაგრას ფეხბურთელთა შესრულებით. აბა თორნიკე რას მოიფიქრებს? ოქრიაშვილის პასი გეგეჭკორი მიიღო ბურთი დარტყმა შეუძლია. დარტყმა კარის მიმართულებით და კიდევ ერთი კუთხური. საჯარიმოშია უკვე ოქრიაშვილის მოძრაობა დარტყმა და ბრავო კუტალაძეს! შესანიშნავი მოგერიება. ძალიან ეფექტურად ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა და ლუკა კუტალაძემ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გადაარჩინა საგარეჯოს გარეჯე. ბურთთან პირველი მათე კომეთიანია, კომეთიანი მოძრაობა, კარგი პასი გააკეთა ორ ფეხბურთელს შორის ბურთი გააწვნა დარტყმა! რა მაგარი მომენტი იყო და უნდა გაეტანა გარეჯს. იმდენად კარგი პასი გაკეთდა და საბოლოო ჯამში ვერ დაარტყა კარში კარგად ფრანკ იუ ბამბოკიმ. ბორჟესი კარგი მომენტია დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში გარეჯი. ოქრიაშვილის გადაცემა ხარებაშვილი მიიღო ბურთი კარგად ჩამოიღო. ვანდერსონ სილვა ჩაწოდება საჯარიმოში. პაპუაშვილი დარტყმა კუტალაძე. ლუკა კუტალაძე დღეს თუ მატჩი მთავრდება 0-0 შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად უნდა გახდეს ლუკა კუტალაძე. ქუსლით კარგი პასი, ეფექტური გადაცემა, ჩაწოდება საჯარიმოში პაპავა დარტყა და გადარჩა ამ ეპიზოდში უკვე გაგრა. აი კარგი მომენტი რომელიც შექმნა გარეჯმა და შეიძლებოდა ანგარიშის გახსნა. საჰაერო ორთაბრძოლა ვის დარჩება ბურთი ოქრიაშვილი კარგი იყო ქუსლით მშვენიერი გადაცემა ბორჟესი იხსნება მარჯვნივ სწორედ მისი მიმართულებით კეთდება პასი უტევს გაგრა ბორჟესი პასი საჯარიმოში გრძელდება შეტევა ვანდერსონ სილვა დაარტყა ბრაზილიელმა 1-0. ამჯერად უკვე ლუკა კუტალაძემ ვეღარ გადაარჩინა თავისი გუნდი და ანგარიში გახსნა გაგრამ როგორც ჩანს შვილს ელოდება ვანდერსონ სილვა და აი ასე აღნიშნა გოლი.